რომ არის ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ბატონო ნიკა, მაინტერესებს როგორ შეაფასებ დღევანდელ დღეს წინა საარჩევნო კამპანიას, რომელიც 8 ოქტომბერს უსწრებდა წინა, რა მოლოდინი გაქვთ პირადად თქვენ მას მერე რაც დაიდება ეგზიტ პოლები და შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ელი თუ არა სიტუაციის გართულებას. სხვათა შორის ამ წუთებში მაცნობებს რომ ჭხუბი არის ზუგდიდის მე-18 უბანზე, ჩვენი კორესპონდენტი მიემართება იქ და ბოლო ინფორმაციით შემდეგ ჩაგვერთვება. გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რომ მონაწილეობთ. მადლობა თქვენ. მოგახსენებთ, ესე იგი, რაც შეეხება თვითონ წინა საარჩევნო პროცესს, რა თქმა უნდა, ვთქვათ, სამწუხაროა, რომ საქმე ჰქონდა იმ მოვლენებთან, რომელიც ეხებოდა ავტომანქანის აფეთქებას, ერთ-ერთი, ვთქვათ, პარლამენტის წევრის, ასევე სროლას გორში. ასევე, ვთქვათ, რაც შეეხება, ვთქვათ, სხვა ხასიათის პრობლემებს, ალბათ შეიძლება აქ ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს შემოწირულობანი, რომელიც გაცემულთა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე, ну, ვთქვათ, არათანაბრად გადანაწილდა, თუმცა აქ მანდ სიახლე არ იყო დიდი. სიახლე არ იყო. სიურპრიზი, მოდი ეს. სიურპრიზი არ იყო, მაგრამ იმ ფაქტით გათვალისწინებთ, რომ მართველმა პარტიამ, ვთქვათ, ოცნება მიიღო დაახლოებით 10 მილიონი ლარი 2016 წლის განმავლობაში, პლუს კრედიტი 1 მილიონი ლარის მოცულობის, ესე იგი, ბანკი ქართულსგან. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტორი უპირატესობას აძლევს მართველ ძალას. თუმცა ეს კანონდარღვევა არ იყო. კანონდარღვევა არ იყო, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში, თქვათ, ვერ ვიტყვით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იმყოფება თანაბარ მდგომარეობაში. აქ არ არის საუბარი, თქვათ, კანონდარღვევაზე, როგორც ასეთზე, მაგრამ სხვა მხრივ ახლა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუნდაც თუ ჩვენ დავეყნობით იმ კვლევებს, რომელიც განხორციელებულ იქნა 2016 წლის განმავლობაში, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ, მათ შორის თუნდაც იგივე ტელეკომპანია იმედის მიერ, JFK-ს მიერ ჩატარებული კვლევები, აქ აშკარად ჩანს, რომ პრინციპში ესეთი გადამწყვეტი, თქვათ, უპირატესობა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია, თუმცა მეორეს მხრივ, თქვათ, იკვეთება ორი პოლიტიკური ძალის უპირატესობა, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რადგან არ გაქვთ იმის მოლოდინი, ბატონო ნიკა, რომ იყოს ორპოლუსიანი, აი ბოლო პერიოდში სულ მიდიოდა ცდელობა, მე სხვათა შორის არ ვიზიარებდი, რომ მარტო ორი პოლუსი იყო, მაგრამ აი ცდელობა ერთმანეთზე სწორება და თითქოს სხვა პარტიების ადგილი აღარ ჩანდა პარლამენტში. თქვენ ხედავთ? იცით რა არის, კი, იგივე JFK-ს კლევების მიხედვით მოგესწრებათ, რომ ქართული ოცნების მაცმოძრაობის გარდა, თქო, სხვა პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ პრობლემები, გადალახონ 5%-იანი ბარიერი, ვიცი, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ეყნობა JFK-ს გერმანული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს, მაგრამ თქვენი ცდებათვით მოგახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ 2013 წელს განახორციელა კვლევა და ამ შემთხვევაში სტომილება არ აღემატებოდა 1%. ბატონ გიორგი მარგველაშვილს ხმას ხო, თუმცა ეს უნდობლობა არის 2012 წლით გამოწვეული, როცა ის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობდა და რატომ გადაიქცა ეს ეგზიტ პოლები უფრო პოლიტიკური იარაღად, ბატონ ნიკა, უფრო პროფესიული კითხვაც ამ შემთხვევაში თქვენთვის და რატომ არ ხდება ტირაჟირება თუნდაც ეგზიტ პოლის ჩამტარებელი იმ კომპანიების, რომელთა ასე ვთქვათ, შეცდომის ალბათობა იყო გაცილებით ნაკლები. ანუ რატომ არ წამოიწია რეალურად იმ კომპანიებმა, რომლებსაც არ დაუშვიათ ფატალური შეცდომები დიდი სხვაობით და რეალურად ეს ყველაფერი კიდევ რაღაცა სოკოები წარმოიშვა კიდე რაღაცა სხვადასხვა სააგენტოები ჩვენს გარშემო, რომელიც ამ ეგზიტ პოლებს ატარებს. მაშინ როცა ცივილიზებულ სამყაროში ეგზიტ პოლი ატარებს რაღაც ტრენდულ მიმართულებას, ხდება ამორჩევლების გამოკითხვა საარჩევნო უბნის გარეთ, რეალურად აქ სიახლე აბსოლუტურად არ არის და ამ ეგზიტ პოლებისგან არის ნაწილობრივ შეშინებული და დაპანიკებული საზოგადოება და ამან კიდე საერთოდ გაყო მთლიანად სატელევიზიო სივრცე, რომელსაც სარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეს საღამოს 8 საათზე
მხოლოდ TV პირველზე იქნება ორთავე ასე ვთქვათ ექსკლუზივი წარმოდგენილი, ასე ვთქვათ პოლუსიანი. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით უკაცრავად გრძელი კითხვისთვის. არა, პირიქით დიდი მადლობა. პირიქით მივესალმები, რა თქმა უნდა, თქვენ ტელევიზიის ძალისხმევას, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს წარუდგინოთ, ასე ვთქვათ, დაბალანსებული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა ერთი მხრივ ვთქვათ ტელეკომპანია იმედის, ესე იგი საზოგადოებრივი ტელევიზიის და მეორე ვთქვათ ტელეკომპანია რუსთავის მიერ, ესე იგი პარტნიორული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, მაგრამ საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, სიმართლე გაირკვევა, ესე იგი უახლეს დღეების განმავლობაში უკვე, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამისად შემდგომში უკვე ამორჩეველი საქართველოს თითოეული მოქალაქე გააკეთებს დასკვას, თუ რომელმა კონკრეტულმა ორგანიზაციამ, კომპანია ჩაატარა კვლევა, რომელიც ასახავდა ამომრჩევლის, თქვათ, ნებას და რომელი კომპანია იყო უფრო, თქვათ, პროფესიონალი, რომელიც უფრო კომპეტენტურად მიუდგა საქმეს. ინგა რომ ამით უნდა დაკავდნენ მართლა ექსპერტები, რომ ტირაჟირება გაუკეთდეს რეალურად კომპანიას, რომ ყველა exit polls-ს თავისი კონკრეტული პოლიტიკური დატვირთვა და სულ არ ვეთანხმები ახლა ლაშანაცვლიშვილს, რომელმაც თქვა, რომ აი მარტო ერთი ტელევიზიის იწევს კითხვის ნიშნებს და მეორესი არაო, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს იმ მეორე ტელევიზიის exit poll-მა აზეიმა მოგება სახელისუფლებო გონზე. ბატონიკა და შემდეგ სტუმარზე უნდა გადავიდეთ. კი, ბოლო კითხვა და ჩვენი შემდეგი სტუმრები უკვე იქნებიან გიორგი ვაშაძე, კახა კუკავა და ნანა დევდარიანი. თქვენთან მაქვს ბოლო კითხვა. ხვალიდან როგორ პოლიტიკურ ამინცელით საქართველოში? ჩემი როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის სურვილი არის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია და შემდგომ რომელიც დაეყრდნობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ესე იგი, დასკვნებს, კონკრეტულად არა მხოლოდ ხვალინდელ დღეს გულისხმობ, უახლოეს დღეებს გულისხმობ, რომელთა მიხედვითაც რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი და აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რაც რა თქმა უნდა დადებით ასახვას პოებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებაზე. ხო, თუ პარლამენტი იქნება მომავალი საკანონმდებლო ორგანო წარმოქმნილი იქნება რამდენიმე პოლიტიკური პარტიით, რამდენიმე ფრაქციით შესაბამისად, სხვადასხვა საინტერესო ინიციატივა იქნება გაჟღერებული და აქედან გამომდინარე ბუნებრივია აღნიშნული ხელშეუწყობს საქართველოს თუნდაც იგივე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მადლობა თქვენ პირიქით. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ბატონიკა, მადლობა და როდესაც უკვე დაითვლება შედეგები, მე აქვე გეპატიჟებით კიდევ ერთხელ ერთად შევაჯამოთ ეს შედეგები, ეს იყო